ძალიან უცნაური კვირა მქონდა. ჩემო შვილმა 15 წლის ასაკში პირველად გასინჯა ალკოჰოლი და ამის გამო საავადმყოფოშიც კი მოხვდა. კარგი ხო ვიტყუები, სინამდვილეში 15-ის კი არა 14 წლის ასაკში. კარგი ხო 13-ის, ხო. მერე გავიცანი მისი მე-12 კლასელი შეყვარებული და ვეჭხუბე კიდეც. და ბოლოს ყველაზე მთავარი და საინტერესო. გავიგე რომ დედა ჩემი თხოვდება. არა, უпроსოროდ ყველაზე მთავარი და საინტერესო თვითონ ის კი არ არის, რომ დედა ჩემი თხოვდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დედა ჩემი თხოვდება მასზე 20 წლით უმცროს მამაკაცს. ხო, კარგი ვიტყუები, სინამდვილეში 25 წლით უმცროსზე. კარგი, 30-ით. მოულოდნელი ამბავი იყო და რა თქმა უნდა ძალიან დაბნეული ვარ. არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა ვიფიქრო, რა ვთქვა. უпроსოროდ ამ ყველაფერზე ფიქრის დრო არც მრჩება, მთელი რესურსი ჩემი ძმის დაწყნარებაზე მიდის. ქალბატონო მანანა, თანახმახართ რომ ცოლად გაყვეთ ბატონ დიმიტრის? რა თქმა უნდა თანახმარვალია, კარგი. ბატონო დიმიტრი, თანახმახართ რომ ცოლად შეერთოთ ქალბატონი მანანა? თანახმარვალ. აი ესეთ დღეშია საწყალი მამუკა იმის მერე რაც გაიგო რომ დედა თხოვდება. ესე უცებ რა, აი საიდან მოაფიქრე ხარ, რატომ უნდა დედას გათხოვება? მე უფრო მეორე კითხვა მაინტერესებს, რატო აქამდე არ გათხოვდა? 25 წელი უკვე გაშორებულია. ზურა. ახლა შენი, ჩემი და ზოგადად ამ სახლის უსაფრთხოებისთვის ჯობია ეგეთ რამები არ დაიწყო შენ. ვინმე თავისი შესაძლებელისი მაინც ეპოვნა, მაგრამ ეს პატარა ბიჭი კაცო. უთყობა სხვა გამოსავალი არ ქონდა, რა გჭირ შეგირე, მიხვდი ახლა რა, მიხვდი. ეპოვა მე სხვა გამოსავალი. შვილად აიყვანა მაგალითად. პირდაპირ თხოვდება. სიცხულით ახლა ვის დამთქვა რომ 60 წლის დედა ჩემი მიყობა 30 წლის ბიჭს. მამუკა არსად არ უნდა თქვა. სანამ ჩემი სტატია არ გამოვა ამ სათავით, მანამდე არსად არ უნდა თქვა. ის კი. თან დასაწყისი გაინტერესებს, უკვე მოვიფიქრე, ნახე, დედა ჩემი ონკოლოგთან დადიოდა და კიბო მაინც გაუჩნდა. ეგ შენი იუმორი. ზუსტად ისეთები შეუფერებელი ამ სიტუაციისთვის, როგორც ოფიციალური შეხვედრისთვის, აი ეს დახვედრა. მამუკა იმ დროს აი ამას გულისხმობდა. მიხვდი. ჩვენი ბრალია ყველაფერი. ეტყობა სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით. შვილი სითბო დააკლდა და იმას და ხო და იმას პირიქით პარალელურად დედი სითბო დააკლდა და გადაირი ხო? როგორი სიტუაციაა და რანერი დამოკიდებულება აქვს? ერთ ადამიანს უყურს მეორე ადამიანი და რა ვნა ჩავერიო? შენ მაინც ნომიშნერებს რა, კარგი რა, აი ეს საგალო მამუკა. დაწყნარდი? დაჭი. ნუ განახო. დაწყნარდები თუ დავждები. პალიში გინდა? მაქვს. მაშინ ორჯერ მოგიშლი ნერვებს და მეც აღარ მისწრებ. გეხვეწები, მარტო ორი. რა ნერვებს მომიშლი ბიჭო რა? ორი. დეღო ფარგინე მეთქი ეგ დეღა. ორი. კარგი ხო, ორი. სამი და ხმას არ ამოვიხებ. მე ხო, ეხლა უყურე, რა ვიფიქრე, იცი? მართლა ესე ახალგაზრდა კი არ არის ჩვენი დიმიტრი. უბრალოდ
45 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. ეგეთი. ჩემდენი დაშველთან დეუბნება, ოღონდ კატეგორიულად მოუთხოვია. ან ეხლა მე მომყვებიო ცოლათო, ან ჯარიდან რო ჩამოვალ მერე. ხოდა რა უნდა ეკნა, ადგა და გაყვა. ის მივარ ქორწილში. გილოცავთ ამ რომანს. მადლობა, ისეთი გახარებული ვარ. იმდენი ხანია კარგ ქორწილში არ ყოფილი ვარ და ცეკვით, ხო საერთოდ ვისვე ცეკვე ბოლოს აღარც მახსოვს. ამ ცოცხთან და მტვერსასრუტთან ცეკვით კიდე დავიღალე. დიდი ხანი წეყვავდი? კი, კაცო. მართლა. და ბევრი კონცერტი ქონდა? არ მკითხო, მაიკო, გეხვეწა. მაინც რამდენ? ვარ მკითხო მეთქი, მაიკო. იცი როგორ მომენატრა ხალხში ცეკვა. პანაშვიძე ხანდახან მუსიკა რომ ესმის ლამის ცეკვით შემოვარდა. ხო და აი ხანდახან გიორგიზე გაბრაზებული რო ვარ. იმას ვეუბნები ხოლმე ჯობდა შენ გამოყოლოს ცეკვას გავყოლოდი თქო. მეტად ვაყოლო. არაფერი, უფრო გიყვარს თუ ცეკვა მე. ეხა მაიკო, ეგ იცი როგორი კითხვა, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? მაშინ დედა უფრო გიყვარს თუ მამა? და ეგ იცი როგორი კითხვა, ცეკვა უფრო გიყვარს თუ გიო? არა, გიო უფრო მიყვარს. კაი, ხუმრობ, რა თქმა უნდა, გიო უფრო მიყვარს. მაგრამ ერთხელ ძალიან გამაბრაზა. ხო. დროზე ხა შემეხვეწა რომ მოგიყვე ვეღარ ვითმენ. მაინც ძალიან მაინტერესებს. ესეთი ეჭვიანი კი არ ვიყავი სულ. არა, ეჭვიანი კი ვიყავი, მაგრამ ესე ყველაზე და ყველაფერზე არ ვეჭვიანობდი, სანამ ვიღაცას არ გადაეყრებოდა. მოიცა. ანუ გიღალატა? კი. 3 წლის წინ მაიკო. მე აპრილი იყო, ისეთი საშინელი ღამე მქონდა, ისეთი საშინელი ღამე. არ ვიცი რა. ხო, საშინელი ღამე იყო, ქარი, წვიმა, ყველაფერი ერთ. ხო, სულ წვიმდა იმ თვეში მახსოვს. და ის გოგო ვინ იყო, არ იცი? აი, ვერაფრით ვერ გავიგე. ვერაფრით. ვერ გაიგე. ვერაფრით. აი მე რო შენ სადგილოს ყოფილიყავი, აუცილებლად გავიგებდით ამო. აბა, წინ წავიწიო, დაასხით. დღეს ქორწილში თამადაა და ემზადება ბიჭი ხო. მინდა ამით გაუმარჯოს. ვაი? თამადა სტუმარი თუ ყავდა, არ უნდა გეთქვა? აი, გიო, ხა მაიკო რა სტუმარია, მოდი მიესალმე გეხვეწები რა. გამარჯობა გია. როგორ ახარ? გამარჯობა. ადამიანებს როგორ ეტყობათ, როცა იტყუებიან არა? აი ახლა გიორგი და მაიკო ისეთივე გულწრფელები არიან, როგორც ესენი. კაბას შემოგიტან. თუ მოგეწონები ქორწილში გათხოვე. მაიკო, მიდია თუ მინი? მინიკო. მინი, რა კარგია. ვიტყვი ახლა არ გაგელობს ხო გასაგეთ. ზუსტად ვიცი. გულის ერმეში შენ ძალიან ღელავ. არა და ბიჭო ისეთი განსხვავებაა. ისეთი განსხვავებაა რომ სხვადასხვა თაობა კი არა, სხვადასხვა ხანა გამოდის. საერთოდ რა უნდა დედასგან რა? სიყვარული არა ესეთი. მეცედა ზუსტად ვიცი, მაგრამ რაღაცა სხვა ამბავია. რა? ჩვენი ქონება ხომ არ აინტერესებს. კარგი რა, მამუკა, კარგი რა ქონება გვაქვს ახლა ჩვენ? დედაზე დიდი ქონება რა არის, შევირო. რა გამახსენდა? ჩემი ფანი ხო არ არის და ჩერეს დედა ხო არ უნდა რომ დამიკავშირდეს, ა? ხო რატო არ მოგწონს ვაფშე ვერ ხვდები რა? სწორი მიმართულების ადამიანია, ყველაფერს კარგად ლაპარაკობს, საკაიფოდ ხუმრობს. აი ცოტა ხანი დედას რო დაანებო თავი და არ შეხედო, ხო? აი მაგას შეხედო. ჩათვლი რომ იდეალური მამაკაცი. რას გულდაბეთი თუ გესმის საერთოდ, ა? მომისმენ რაღაც უნდა გითხრა. მოკლედ მომისმენე მეთქი. იყო ერთი ბრიტანელი გენერალი ბერნარდ მონტგომერი. ურავი ბრძოლა აქვს მოგებული. და ყავდა ერთი უჯიშო ძაღლი, პატარა ძაღლი ლილიტი. ყველა ბრძოლაში თან ახლდა. წარმოიდგინეთ 11 წლის განმავლობაში არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, ყველა მოიგო. ხვდები? სულ ერთად იყვნენ. მაგრამ როგორც კი ამ მონტგომერიმ ნახა რომ ეს ლილიტი აღარ უჯერებდა და მარტო ნერვებს უშლიდა. რადგან და გააგდო. ხვდები? არა და სულ ერთად იყვნენ. ისე იყო რომ ამ გენერლის სიმბოლოდაც კი იქცა ეს ძაღლი, მაგრამ გააგდო.
11 წლის ძმობა წყალში ჩაღარა. მე რა გითხარი ახლა? ხო რაღაცა დებილური ისტორია მომიკავი ძაღლზე და ვიღაც ტიპზე. ჯარისკაცი იყო ტიპი. ლოლიტი. ლილ ლოლ. ხო, სახში და იქ აგიხსნი ყველაფერს მარტივად. სად არიან ახლა ამდენი ხანი? რატო არ გამოდი? ალაგებენ ეთყობა რაღაცას და მაგით. თუ ეგრე ძალიან გაინტერესებს, მიდი და ნახე მაშინ. ხო, მე ვარ და მეთქვა რომ მე და შენ მალე უნდა წავიდე. ხო. ლოლიტი რა კაცის სახელი არის? ამენდა და რატო შევედი ეს დიმიტრი? გაცრავთ. მართლა მე თქვენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს. აღარ გვინდა სურვიზებდა და რა თან. მოიცა, ვიცი რომ გაგეხარდება. დეხ, მეც ეხლავე დავრუნდები. შეხედე ისე გავიდე. ეხლა შენ შედი ეხლა. მე აღარ შემე. ეხლა ნაკი ცოტა ხანში გამოიყვანე და პატარა ძმას გვანახებე. აი ვიცოდი რომ დარჩებოდით და თქვენთვის ყვავილოვანი კომპოსტოს ყველაზე გემრიელი ნაჭრები შევიდა. ყვავილოვანი კომპოსტო დაეხლა ზუსტად. აბა მეგობრებო. წინ წავიწიოთ. მომისმინეთ კაცო. ხელს ხوار გიშლი ახალგაზრდაო. ხელს ხوار გიშლი. არა, რა ხალხია რა არის რა ეს ვინ არის? რას ერჩი ჩემ ნათესავე? რა მინდა კაცო, ქორწილში არ უსმენეთ თამადას. რა გიგონია ეგეთი რამე? აუ, თან ეხა პოლიცია რა. რომ მივალ იმ ქორწილში წამოვლენ ყველა შენი ნათესავი ზოგი ფული მასესხეო სამსახური დამაწყებინეო ჩემშულს მიეხმარეო ამ შემთხვევაში გიორგი არ იტყუება ნებისმიერი ნათესავი არ აქვს მნიშვნელობა თავისი თუ ცოლის გიორგის დანახვაზე აი ზუსტად ესე იქცევა მოდი მაიკო რა კარებში დგახარ შემოდა ვაიმე რა მამაზია მანახე აუ კი მგონი მოგიხდება არ წავალ რა გამობიცვი რა თამნა მე წამოვალ რა არავითარ შემთხვევაში გიო დარჩი არა სად დარჩემ წამოვალ არავითარ შემთხვევაში მაიკო დაიჭირე მოდი გეხვეწები არა რა დაიჭირე კაცო მოიწი მოვა აი ისევ დაგიჭირე გიო მაიკო გეხვეწები რა ძალიან გთხოვ თამნა არ გამოვიდეს თან არ იცის რომ შენ მოკლედ შენ ხარ რა გიო თამუნას ისე შეუყვარდი მგონი აქეთ გაქვს საეჭვიანა კარგი რა გთხოვ არ გამოვიდეს რა უხერხულია ასე მალეც არ გამოვა ნუ გაშენია კაბართული შესაკრავია გიო ისეც ცოტა დრო გვაქვს და გეხვეწები მითხარი მართლა არაფერს აღარწნობ ჩემს მიმართ მაიკო ეხლა როგორ გითხრა და თან გეტყვი კარგი მოკლედ არც მაშინ გძნობდი არაფერს ისეს და არც ეხლა ვძნობ უბრალოდ მაშინ ნასვამი ვიყავი და ხო ხდები ნასვამი ადამიანი ძალიან მალე ცდება ეგრე ხშირადაც არ ცდება მე სხვა რამე ვიგულისხმე გიო იცი რა არის აი ამ ხნის განმავლობაში აი სულ შენზე ვფიქრობდი და ყველგან გეძებდი მაგრამ აი ვერ გიპოვე ვერსად მაგრამ მე აი ბინის საყიდლად რომ მოხვედი და რომ დაგინახე ყველაფერი გამახსენდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო გონი ისო ძალიან მომწონხარ იცი გიო ვაიმე კარგი რა მოიცადე რა გთხოვ ნუ აზვიადებ ეხა უბრალოდ ძალიან გთხოვ მაშინ ჩვენ მოგწონდა ერთმანეთი და ეხლა აღარ მოგწონს და ძალიან გთხოვ კარგ მეზობლებად დავრჩეთ რა მეტი არაფერი გთხოვ არა გიო ეგრეც არ არის აი მინდა დავრწმუნდე რომ საერთოდ აღარ გაინტერესებ და მარტო ცოლი გიყვარს აი თუ ამაში დავრწმუნდი მე თავს დაგანები ვაიმე გეხვეწები ისე დამანებე რა თავი რა გთხოვ ძალიან გთხოვ ნუ გააფუჭე ყველაფერს რა გეხვეწები გიო ჩემზე კარგად იცი სიყვარული როგორი რაღაცაც აი ესე უცბად მოვარდება ყველაფერს აურევს და მე ქაოსია ირგვლივ სულ ქაოსი ჯერ ერთ ეგ სიყვარული კი არ არის ეგ წვიმაა თბილისში და მეორეც ეგრე არის ძალიან გთხოვ არა გიო ძალიან კარგია რომ არ გინდა რომ ცოლს უღალატო ასეთი ერთგული რომ ხარ მაგრამ აი თუ გინდა რომ მე თავი დაგანებო აუცილებლად უნდა უღალატო ცოლს ვაიმე გიო საერთოდ არაფერს აღარ გძნობ ჩემს მიმართ ვაიმე რა არის აი აუ გაიცი არ გაინდა და გამეხვა ვაიმე ეს რა არის მოიხსენი რა როგორ გამოდებული აუ ვერ თავისუფლები გიო ვაიმე ამას გავიხდი ახლა საკითხი რა გავიხდი აიმე მოხერხნები რა შეცე კარგი და გავიხდი ჩუმად ვაიმე არ გამოვიდეს
ვაიმე დედა. გიო, მაიკო? რა ხდება აქ? არაჩვეულებრივი ვისკი მაქვს, დავლიოთ პაველოვანი კომპოსტოც. მივერჩოთ და ვისაუბროთ. ზურა, მე კარგად მესმის ეს ჩვენი ასაკობრივი ამხელა სხვაობა ალბათ ცოტა უცნაურად გეჩვენებათ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აბა რას ხონდა მნიშვნელობა? არ მინდა, არ მაინტერესებს. ნუ მეტყვით. ხო, რა მაინტერესებს? დიდი ხანია რაც ერთად ხართ? აი რაც წარმარა აღარ გირეკავთ იმის მერე. თავიდანვე გეთქვათ და არა ესე მოულოდნელად ხო ხედავთ რა დღეში ჩავარდით არა? მართალი ხარ ზურა, მართალი. მაგრამ აი ეს ყველაფერი სულ ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. მოგიყვებით. ბათუმში გამაგზავნეს რაღაც ოპერაციის გასაკეთებლად. თურქი პაციენტი იყო. წინა დღეს საღამოს პლაჟზე ჩავედი. ვისვენებ. და რას ხედავ? ზღვიდან დედა თქვენი ამოდის. იქით მზე ჩადის. აღები. ზღვის ხივები ესე ელამუნება მხრებზე. გაჩერდი ძალიან თქო ჩვენ მაგას, მაინც ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ. რა პრობლემაა? სურათები მაქვს გადაღებული და იქოს მაგოფმენეს მაგას. სვადროს. მე რასულები ხარ დიტო, მე კიდე მეგონა იმას ყვებოდი. ტალღებმა რომ პუპარნიკი გავაძრო და მოკლედ ჯობია დავლიოთ არა? დავლიოთ. აკეთ მე თვითონ მე მინდა მანჩოს სადღი გრძელო შემოგთავაზოთ. აი ასე უცბად გადაიქცა დედა ჩვენი მანანა მანჩოდ. დიტო, კარატის თავზე შოკოლადია, ჩამოვიდე და მიაღოლეთ. ეხლავე? მე არ ვიყავ არ საჭირო. ჩვენი გარდა ეს. სად არის აქ შოკოლადი? ადებს. მე დავდე და მე თვითონ ჩამოვიგებ. აი. აი მე დიტო, მოგესწრო ბიჭები. კარგი დედა, მართლა. გიორგი, გამაგებინე აქ რა ხდება? ვაიმე, ყველაფერს აგიხსნი რა, ერთი წუთი მაცადე რა. რა უნდა მიხსნა, გიორგი, ყველაფერს ვხედავ და ყველაფერს ხვდები. ვაიმე, გეხვეწები, ჩემი ბრალი არ არის, ეს რა არის რა? ო, მგონი აქ სერიოზულად დაიძაბება ამბავი. მომისმინე. გეხვეწები, ეხა არ დაიწყო რა, გთხოვ, ძალიან გთხოვ რა, ერხლავე, ვაიმე რა. რა არ უნდა დავიწყო, გიორგი, რა არ უნდა დავიწყო? გამოვედით ვარა, ეგრევე მივხვდი რაშიც იყო საქმე. არ ვიცი, ეხა რანაირი ღილი აქვს მაგას, არ ვიცი. გამოვაყუნდებოდი ეხა. ეს მგონი ვერ არის. მთელი ცხოვრება 1000 სულელეზე ეჭვიანობს და რაღა მაინც და მაინც ეხლა მიხვდა რომ ღილი წამოვედა. შენ ახლა მიხვდი რომ მე და მაიკო შემთხვევით გამოვედეთ ერთმანეთს და სხვა არაფერი? აი, რა უნდა გაბნია, გიო? მაიკოზე ეგეც რაღაცას არასოდეს არ ვიფიქრებ, არასოდეს. მადლობა თამო, გამოიცვალე, ძალიან გიხდება. გიო, შეხედე რა კაი კაბა ვათხოვე. დარწმუნებული ვარ მოგწონს ესეთი კაბები. გიო, მოგწონს. გიო, მოგწონს. კაი, მითხარი, რა მოიღე ხმა? უეჭველი მოეწონა და მაგიტო გიყურებს ესე. ხო. არა და გიოს სხვა რამემ გააშტერა ეხლა. მაიკომ თამუნას ის კაბა ათხოვა, რომელიც იმ ღამეს ეცვა, როცა ის და გიო ერთად იყვნენ. კაი, გიო, გამაგებინე, მოგწონს თუ არ მოგწონს? კი, კარგი კაბაა, ნამდვილად კარგი კაბაა. მაგრამ ღირს ეხა მაგ კაბის ჩაცმა ქორწილში გამოიცვალე რა. ო, თუ მოგწონს და თუ კაია, რატომ უნდა გამოვიცვალო? მომწონს და ჩავიცვამ. ვაიმე, ეხლავე გაიხადე კაბა. ეხლავე? ხო. კაი, სტუმარი ყავს, გიო, რა გასეკა? უსულელო, კაცო, გაიხადე მეთქი რა, რო გითხარი ეგ კაბა. ვა. თამუნა. შეხო აჭარული უნდა იცეკო და აბა მაკაბაში გამოგივა? მართალი ხარ და მაგაზეც ვიფიქრე ქორწილში მე მაქვს აჭარულის ფორმა, ხოლმე პროფექტორი იქნება. მოეთ მაგარი ფეხსაცმელი მაქვს დარწმუნებული ვარ მაკაბას მაგრამ მოუხდა. წინა გათხოვო? აუ. ვაიმე, ადექი და ბარემ შენი პირადობაც მიეცი და იმ პირადობით წამოვიდეს ქორწილში. რა ვქნა მე? გათხოვო ფეხსაცმელი თუ არა? ვაიმე, არ გინდა რა, შენი ფეხსაცმელი არ გამოადგება, იმიტომ რომ მოცეკვავებს სულ სხვანაირი ფეხის ფორმა აქვს და ჩვეულებრივი ადამიანის ფეხსაცმელი მათ კარგად ვერ ერგებათ. არა ისე ხო, ჩვენ ისე მოცეკვავებს ცოტა სხვანაირად.
მართლა ძალიან გიხდება ეს კაბა. ხო. იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს. რომელი? ვაიმე, თამუნა დაარე, ვერ ამბობდეს ხაბი, რა დააყუდე, ვერ გავიგე. იქნება საქმე აქვს რაღაცა, ჩვენც ქორწილში მივდივარ. ო, ისევა იქ. ჩემი შარვალი გასაუთავებელია, გააუთავე რა. რა გაიხადო კაბა ისე გიხარ. არ გავიხდი ხო? თან მაკაბას ბედნიერება მოაქვს. მართლა? ხო. ბოლოს მაკაბა რომელცა ჩემი ოცნების მამაკაცთან არის. ო, ვიქარდა. გაერთეთ კარგად. მადლობა, მაიკო, გაიგეგიო, ბედნიერება მოაქვს ამ კაბას. ბედნიერება მაგისთვის მოაქვს, შენგან მიაქვს. მოგწონს. კი. დღეს ისე ვიცეკვებ, რომ ამ კაბას ფასი მოემატება. აი ნახე, რა ვიცი. არ ვიცი. დაისი იცეკვე. ვაიმე, მოიცადე, კარგი გაჩერდი. აუ გახსოვს რას ბზრიალებდი ახალგაზრდობაში გიო? და ეთყობა, იმიტომ გამოგიშვეს ცეკვიდა, რომ ბზრიალებდი, უნდა გეცემა. ზურა, სხვათა შორის შენი წიგნი წავიკითხე. მართლა? მე? ნუ ეხლა სიმართლე გითხრა არ მომეწონა. ო, ხედა, ესაც მე ვარ. ლოცი ამ დაგიხარ. მამუკა დაწყნარდი. ო, შემოდვალ ესე. მით. რა ხდება იცი? აი არაჩვეულებრივი ნაწარმოებია იმას საკისთვის, როდესაც შენ მას წერდი. გამართული ტექსტით, აზრიანი, მშვენიერი, მაგრამ არ ამგონია ეხლა შენ ეგ ამბავი გაღელვებდეს. მეც მაგას ვამბობ ზურა. ჯიგარი ხარ. იზაღლი გახსოვდეს. ლილიტი, მაგ გენერალს არის ქვაგაცო. ძაღლი არა ის. კინაღამ დამავიწყდა დიმიტრი. ძალიან გთხოვ, გიხვეწები. უთხარი ახლა მამუკას იმ ხელის თაობაზე მივიდეს ექიმთან. და არ არის მეთქი საჭიროა. უბრალოდ რაღაცა შუშის ნატეხს დავიხიე და ეგ არის. არა, მამუკა, არა. წეგან შენ შრილობას რო ვათვალიერებდი, სხვა შორის არც ისე იოლათაა საქმე. შეიძლება ინფექცია წავიდეს, არა და ამ დროს 10 წუთიანი საქმეა. 10 წუთის ოპერაცია მეტი არაფერი. დამიჯერე, მისახედია ეგ ამბავი, თორე შეიძლება ისე გაგირთულდეს. ისეთი მოუშუშებელი ჭრილობა გახდეს. როგორც ჩემი. ხო, კარგი, მე ამას მიხვდა შენ მაგას. არა, მამუკა, არა. მე მესმის ახლა. შენზე უარესი პაციენტებიც მინახავს, ვისაც ექიმების ეშინია, მაგრამ მე არ მეშინია ექიმების. უბრალოდ არ ვემდობი. ნუ შეხედა, ესე თითქოს ჩვეულებრივი ნორმალური კარგი ექიმია, რაღაც ქირურგია და თუ უცებ შეიძლება დედა შენი მოიყვანოს ცოლად. არ ვიცი მამუკა, მაგრამ ვიცოდე რომ სწრაფი ჩარევა საჭირო. ჯანმრთელობა დიმიტრი. ჯანმრთელობა არა, გაზრდა. აი ასეთი უცნაური რამეა ცხოვრება. მამუკას ყველაზე მეტად ექიმების და მამინაცვალის ეშინოდა და ეხლა ექიმი მამინაცვალი ყავს. ისე მამუკას არ ახსოვს, მაგრამ ერთი ნერვების მოშლის უფლება კიდევ მაქვს, მაგრამ ჯერ იყოს, ჯერ შევინახავ. შენ რა ვახარ დიდო? ფო, მორიდებულად, იმიტომ გავაკეთე, მე შენია პერანგი არ დამეკუთვნის. გიო, თოკოც მოდის ქორწილში ჩვენთან ერთად დამავიწყდა რომ მეთქვა შენთვის. რა? შენ არ მითხარი რომ თორნიკი არ მოდის ქორწილშიო? არა, თავიდან არ ვაპირებდი, მაგრამ მე თამუნა მითხრა რომ გიო მოდისო და მეც წამოვედი რა. თან ხო იცი შენ სადაც ხარ, მეც იქ რო არ ვიყო არ შემიძლია. ბიჭო, იმას თელი რაზე ფიქრობდი იცი? მე მგონი ისე მიყვარხარ ჩემი და რო არა მე გამოყვებოდი ცოლად. ეხლა აბიზანაში შევალ და თქვენ არ მოიწყინოთ. თამუნა, იცი რა? მოდი მე დავრჩები და თქვენ წადით ქორწილში რა. მოიცოდიდო? მაშინ მეც დავრჩები. შენ თუ დარჩები, მე წამოვალ მაშინ. არა, მაშინ მეც წამოვალ. აი, მაშინ მე დავრჩები. მაშინ მეც დავრჩები. მაშინ მე წამოვალ. აი, გიორგი. რატო გააჩერე, ვერ ხედავ როგორ მეთამაშებოდა თამუნა. ისე მე მაგრამ იხარია პატარა ძმადრო, თulis შეთბობას ფიცავარ დიდო. ფო. გაინტერესებს სინამდვილეში გიორგის რა აღიზიანებს თორნიკეში. ის რომ სულ ესეთი მხიარული და ბედნიერია. გიორგის ისიც არ მოწონს, რომ თორნიკეს ყველაფერში, საერთოდ ყველაფერში შეუძლია პოზიტივის დანახვა. ვითომ ამაში ცუდი არაფერი არაა, მაგრამ როცა ადამიანი ყოველთვის ესეთ ხასიათზეა და არ იღლება, შეიძლება ზოგადად აღმოჩნდეს დამღლელი. ფო, ცოტა დამეკუჭა. აუ, თორნიკე გაჩერდ, თორე ხცემ რა, ეხა იცოდე რა. გიო, შენ თუ თვლი საჭიროთ რომ უნდა მცემო. აუ, ეს ვინ არის?
ეს ვინ არის და ეს ის არის ვინც შენს გამო ტყვია შუბს შეუშვებს თუ მოასრო აიცილებს თუ არა და იყოს ჯანდაბას აუ თორნიკე ხო აი წეგან შენ თქვი რომ მოდი ვითამაშოთო ხო თამაში ახსენე ხო აი ხო ვითამაშოთ არ გინდა აუ ჯიგარი ხარ აუ რა კაცი ხარ თამაშები მაგრამ ევასება ხო იცი აი იცი როგორი თამაშია ჩვენ ვზივართ და ხმას არ ვიღებთ წარმოიდგინე ხო ვინც პირველი ხმას ამოიღებს ის იქნება წაგებული ვა რა მაგარია ბიჭო დავაი ვითამაშოთ მაგრამ არ მითამაში არაზმა იდეა უკვე იდეა მაგრა ასწორებს ბიჭო სხვა რამე რომ ვითამაშოთ არა სხვა რამე არა ეს კარგი თამაშია აი სიჩუმობა ნაქვია წარმოიდგინე ჩვენ ვждებით და ხმას არ ვიღებთ ვინც პირველი ამოიღებს წააგებს მოსულა კარგი უი წავაგე მოდი პოპერი თორნიკე მომისმინე იცი რა მოკლედ მე ცოტა დაღლილი ვარ ეხა მე ბიჭო ქორწილში თამადა უნდა იყო წარმოიდგინე ცოტა დასვენება მჭირდება და სიჩუმე და ძალიან გთხოვ რა ეს თამაში ვითამაშოთ რა ჩუმად ვიყოთ რა ესე ვისხდეთ და ჩუმად ვიყოთ კარგი ხო რა ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი ხოლო დუმილი უფრო ილჩეული აუ მაბოდებს აგეოგრაფიაზე რა ხო გახსოვს თორნიკე რაზე შევთანხმდით რა ხო გთხოვე რა კაი აუ ყველაზე მაგარი დივანია რაზეც ვშგავ მქონია შეძმობას მიცო. საღო, დინდო, საღო. ამ დროს გიორგის თავში ერთმა ეშმაკურმა აზრმა გაუელვა. რა თქმა უნდა, თორნიკესთან ერთად სადმე წასვლას მას ყოველთვის ურჩევნია მარტო წავიდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თორნიკე ისე დაეთრო, რომ გაეთიშა და სახლში დაეტოვება. კიდე მე და შენ დავდიოთ? ჰა? რა? ხო. რა თქვი? აუ ძმა ხარა, იცი როგორი ძმა ხარა, აი უძმესი ძმა ხარა. მოდი უნდა ჩაგეხუტო რა გიხოცები რა. მოდი რა ჩაგეხუტო რა, მოდი. გავიჭყლიდე დიდო. ეს ყავილოვანი კომპოსტო რა მედურება რა მიდის რა. ცხოვრებაში აღარ შევჭამარეს. რაკჭი, შენ კიდე გაბრაზებული ხარ დედაზე? მე გაბრაზებული კი არ, მე მართალი ვარ. რაღაც არ შეიძლება რომ ხდებოდეს ბიჭო. აი, ყველაფერს დავიფიცებ რომ 60 წლის დედა ჩემის და 30 წლის დიმიტრიზე საშინელი წვილი მეორე არსებობს ამ ქვეყანაში. მოდი რა იტეხეს ბიჭო, ეხლა ეს ქორწილი და ამხელა ამბავი. როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მამა. სად იყო მაშინ ეს დიმიტრი? სად იყო და ქვიშაში თამაშობდა მანქანი. დიდილი კანადიმეტი, რა საყვარელი იქნებოდა. გეოლები მე შენ ეს ამბავი კარგად დადამთავრდება. მე და ეგ შენი დიმიტრი ერთად კარგად ვერ ვიქნებით. კარგი რა, რაც ბოდავ რა. შეგონი ახლა ეს წესერად რო იქცევენ ძალიან დიდხანს გაგრძელდება? გული მიგზობს. ეგ დიმიტრი რაღაცას გამიჩალიჩებს. აი ნახავ თუ არა. ეხა გძნობს მე არ მოწონს და რაღაცას მიმზადებს ვიცი რა. რაღაცას მიმზადებს და მაგა. ციხნი? ხო ეხლა უფრო. აი ხა მეგონი უკვე დრო არა მიხვიდა ექიმთან. რაც რო გადის უფრო აქტივდება ხო ხედავა რა. ბოლო სიმპტომები მითხარ და დაურეკავ სასწრაფოში და მოვლენ და გნახავენ. სასწრაფო არ მიდა და სიმპტომებს თუ ვერ ეგეთქვა. მიდი. აი როგორი შეგზება მაქვს იცი აი თითქოს ხავსი ვარ. ხო და აი პატარა ხბოს მძოვს. აი თავისი პატარა ხავოიანი ენით ესე. აი ესეთი შეგზება მაქვს. აი ხა ბიჭო, ძალიან შემაწუხავ, ვიფიქრე მართლა წავალ ვიმკონალებ მეთქე, მაგრამ ეხლა მკონალობისთვის ცალია მე. ასეთი ამბები ხდება ჩემ ოჯახში. ნაწილში ვერ მისულა სიცხვილით ბიჭებს საუთხარ არ ვიცი. ნუგეშინია, არაფერი ეგეთი პრობლემა არ არის. ნუგეშინია. თან მით უმეტეს, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, ესე არის რომ ერთმანეთი უყვართ. ეგრე დარწმუნებული ვარ რომ არ არის ეგრე.
ის კი არა მგონია რომ ამ დიმეტრიმ დედას რაღაცა გაუკეთა რამე დაალებინა. მე კიდე პირიქით მგონია რომ დედამ დაალებინა მაგას. კარგი რა, შეღამაკი ხარ ახლა. კარგი, მოვრჩები, აღარ შენს თუ დაწყნარდები, მეც გავჩერდები. გინდა ისქნა. არა, მაგის თავი მაგ ახლა მე. არა, მოიცა. მიდი. არა, ნუ ხერხი კი ვაგას. მეორე ხელით. დაუთოვია. ჩემ შეყვარებულს სვავფოვია. ნოტერესლო. ნოტერესლო. ლამაზო შეყვარებულს. ნოტერესლო. ლამაზო შეყვარებულო. კარგი იყო. ოჩა. მიდი გახი თუ კარგი იყო. გავაღებ რატომაც არა. მიდი. ხელს ესე აღარ წესგნის. კარგია. ბიჭო. ეს დიმეტრი და დედა არიან. მე გააღირა ცელოდები. გავახო. აბა. მიდი. ვაი, რამინდოდა რატო გავიხედე კიდე ერთხელ ეს დიმეტრი ესე ჩაფხუშული. შეგაგე თუ კიდე მე არ შემიძლია მაგას. კარგი. გამიშო. არა, მოიცადე. დამიჯერე რა, ბიჭო, გული მიგზნობს ეს დიმეტრი, მე რაღაცას მიმზადებს, აი. მოდი ნუ გავაღებთ რა, ვითომ სახში არა ვართ რა. ნუ გავაღებ, სულელობ, გიჟი ხარ. დედა მაინც გააგებს გასაღები აქვს. კარგი, მაშინ. არა, მოიცა. დავიმალოთ სამე რა. ნუ შემოვლე, ვნახავ რომ არა ვარ და წავლე რა. თუ კიდე საწვა, არა, ტუალეტში დავიმალოთ. ტუალეტში უკვე ყვავილოვანი კომბოსტო იმალება, გამიშა. კარგი, მაშინ საწოლის ქვეშ. საწოლის ქვეშ რა მინდა, შეჩემა, აქ მე არაფრის დიდებით არ შევძრები. ეგრე არ გითხვა, შეჩემა და არ აღმოჩნდებოდი საწოლის ქვეშ. არც მე არ მომწონდა ეს აზრმა, რა შეჩემა და იყავ. კი, გაჩუდი შემოვიდნენ უკვე მე მგონი. ურა! მამუკა! არ არიან სახლში. მოგეუბნებოდი არ იქნებიან მეთქი. სულელები ხომ არ არიან რომ დანალულებს. ის ხომინდა იციგიო. აი ქორწილში ხო ერთად უნდა დაგველია რა? მაინც ხო ერთად უნდა დაგველია და აი აქაც რო ერთად სვამთ ხო? აი უფრო დიდ პატივს გცემ რა, შენ გინაცვალე გაგონია. ეხლა გიორგი კი უღიმის თორნიკეს და თითქოს უსმენს კიდევაც, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობს. ხო და რას მომბოლდი? აი ბიჭო, მე პატივს მარტო ჩემ დისპონში კი არ გცემ. ხო. აი კიდე ბევრი სხვა საქმეებია რა, ხო ხდებია რა? კი, აბა. მოდი კიდევ ერთხელ გაგვიმარჯოს. კი, გაგვიმარჯოს. ნეტა საერთოდ რაზე უქნებ თავს, არც კი ვიცი. მოდი ესე გავაგრძელებ, ბოლოს მაინც ხო დათვრება და დაიძინებს. ისე ვიზამებ თუ ვაგრძელებ მოსმენ და სინამდვილეში კი თამუნას გაკეთებულ უგემრიელეს ფხალ შევჭამ. ურა ფხალია ვგიჟდები ამაზე. ბიჭო, შენ ეს ფხალი ხო არ გევასება დიდო და მე შევჭამ რა. კარგი, ჭამე, მიდი. ჯიგარი ხარ. აუ ეხლა მოვკლავ ამას რა. კარგი გიორგი არაყვი ამას ეხა. თავარია რომ არ მოусმინო და სხვა რამეზე იფიქრო. მაგალითად ამ მაგიდაზე, რომელიც სხვათა შორის თორნიკემ გვაჩუქა. აქაც ეს ვინავა? ბიჭო, არ მისმენდო? კი. როგორ არა? არა, მე მგონი არ მისმენ, იმიტომ რომ რაღაც კი, კაცო, კი, როგორ არა? არა, თუნდაც ერთად გავჩუნდების, მამა. კი, ბაზარი არ არის, კი. არა, თუნდაც მე ძალიან ბევრს ვილაპარაკებ. მოიმე, კი. აუ, რა გეუბნებოდი? რა მინდოდა ეხლა რა, სუფთა დებილი ვარ. გავერთე და მაინც გამომიჭირა. მოდი ერთი ტელევიზორს მაინც შევხედავ, იქნებ გადავიტანო ყურადღება რამეზე რა. ვა, სკარლეტ იოჰანსონი, ნახე, ურა ქალია. გიორგი, რაზე ფიქრობ? მოიმე, გასწრა რა. აი, დაგაგდია რა. იშ აი მე რა ჭირს ამას გიო? რა ჭირს და ჩემ მაღვინომ ნოკაუტი გაუკეთა. აი ეგ არის ნაღდი ფო. სულელები ხომ არ არიან რომ დანალულებს. დედა სატომ აქვს შენი სახლის გასაღები, გავაგებინე. უბრალოდ დებილი ხარ რა. რა? ბოდიში მე მივეცი, მაპატი. ობას მიგავაგეთ და ფორმული წავიდეთ მე. მანჩო. რაღაც სურათები ვიპოვე, ნახე? აი, მე ჩვენი ბაკურიანის ალბომი. მოიცა დაგათვალიერებინებ. აი ეს მე ვარ. ახალგაზრდა. მართლა. რა ლამაზი ხარ, საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ეს დედა ჩემია. მე აი
ეს ვარ ბავშვი. ხა. ისინი პატარა ზურა და მამუკა. გენაცვალეთ. რა გინდა რა სერჩი, რატომ ამბობდი, ცოტა უშნო ბავშვები იყვნენ, მშვენიერი ბავშვები არიან. აი ეს რა მეზობლის საუბარი. ნახე ზურა და მამუკა შიშვლები არიან. გამოგებინე რატომ გაქვს ჩვენი თვითონ რესტორანტები აქ რა? საყვარლები იყვნენ, მე თუ არა ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ეხლა ძალიან კარგები არიან, აი მამუკა აქვს ცოტა რთული ხასიათი, მაგრამ მე მჯერა რომ ერთხელაც გაგვიგებენ. არა, თან რა დაემართა, არ არის ეგეთი. მე ხო ვიცნობ არა. მესმის. მე ხო ხედავ, არაფერს არ ვამბობ. აი მსგავს სიტუაციაში რა, მეც ალბათ ეგრე მოვიქცევი. მე რატომ კიდევ ვარ ყველას ფეხებზე? ის გითხარი? ზურა 3 წლამდე იფსამდა. მამუკა 4 წლამდე ვერ გამოვიდა. ის რა? ჯოლის. ხოხთოვე გასაისებს ჩააგდები. ეს ჩააგდები. მოშურია კიდე. მოშურია. მანანა წავიდეთ. წავიდეთ და სხვა დროს ვქნათ ის ამბავი. დამიჯერე. ეგენი მაინც არაპირებენ მოსვლას. ნუ თუ არაპირებენ მოსვლას, ჩვენ შეგვიძლია ეს დრო სხვანაირად გამოვიყენო. საჭმელი ისე და დავიწყო სიცხულია, რაც მოხდება, არ არის სიცხული. ხოდათ მოყავს, ჩემ თავზე მას მოიღოს. ისე 32 წლის ვარ. რა არ დამმართნია ცხოვრებაში და ამაზე კატასტროფული სიტუაცია მხოლოდ რამოდენიმე მახსენდება. მე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და გავდივარ. გავდივარ. ნახება, გამაგებინეთ ერთი. მოგიხმარეთ, ხელი ანახო. საწოლიდან გამოძვერით თუ არა ყველას ისეთი სახე ქონდა, მიხვდი სახში გამჩერებელი არ ვიყავი. უცბად დრო ვიხელთე და მაღაზიაში ჩავედი. ხო, მე გავიქცევი და მალე მოვალ. მალე მოდი, ხო? მალე მოდი, ხო, ახლა მოხდება, პასპორტს არ ვაგებ. ერთი მეწო სახლია, ნორმალურად ვერ გინერვეული ადამიანს. მამუკა, ვაპატია ეხლა, მე მესმის როგორც გამოჩნდა შენთვის ეს ყველაფერი. კარგი, მე არაფერი არ გამოჩნდა ხო? მამუკა, მართლა გვაპატიე რა. კაი, მამუკა, გთხოვ რა. რა დაგიმართა, კაცი არა ხარ? კარგი ხო, კარგი, დედა შემაის რომ კარგი ხო? მე რა საყვარელი ხარ, დედა, რა საყვარელი ხარ. მამუკა, იცი რა, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. რა? კიდე რამე შეეხლია? არა, ნათლიაზე და ბავშვებზე მინდა დაგელაპარაკო. ისა, ნელიკო მიიყვანეთ ცეკვაზე? არა, სულაზე მინდა რომ მივიყვანო. და ცეკვაზე რატო არ მიყავს, დედა? რა, ჯერ დრო არა გვაქვს მაგას რა. არა, ცეკვაზე. გრემსი უჭირო! იცოდი რომ რაღაცა გამიგეთებდი? ზურნა ბოდიში. არა დედა, მართალი ხარ, სად არის ჩემი ევაკუაციის გეგმა? სად არის ჩემი ევაკუაციის გეგმა? მოეცადე და განგრენა გეწყება. ეხლა განგრენა ეხლა. არა, შენ ოპერაციის გამართებელი არ ხარია. საშინებლო ბაიბე. ხალხო, გადაერი ეს. და გამიგეთეთ ხალხო. მოდი, ისე გეტყვათ, იქნება თანახმა ვიყავი. ვაი, რაღაცა ძალიან. ძალიან მომოიტანა. ვაი, დედა თავს ვეღარ აღზო, თავი. ეხლა ტანსაც ვეღარ იგრძნობ მამუკა. ტანსაც ვეღარ აღზო, ტანსაც ვეღარ აღზო. დედა არა. ტანსაც და წინას ქვემოთაც ვეღარ დაფოს. კაია, დედა, კაია. მე მგონი დავიღობე. ანაირად დაათრე ესე გიო, კაი ცოდო არ არის. როგორ უნდა წამოვიდეს ახლა ქორწილში? გამოფხიზდება და წამოვა. მერე ოქროს ქორწილში. ძალიან სასაცილოა რა. ეხლა ეს თუ იქაც არის.
ერთი შემომაკვდება რა. ბრალი ხარ შენ და ერთი როგორ უნდა ითამადო ძალიან მაინტერესებს რა. ვა, რობერტ, მოდი რა მოგივიდა? ნატაროა შენი მეზობელი შემხდა და მე ბიჭო, მე დაელაპარაკე რა ქენი, ჰა? აველაპარაკი არა ისე. ისე გიო სახეზე კაი გოგოა? და რო ყურებდი ბიჭო სახეზე. რა ვიცი ხა ძირითადად კერდის მიდამოეში უყურებ. რა გითხარი? რაიმე რობერტი მოვიდა. როგორ გამახარე რობერტ რა ბედნიერება. ამიტომ მიხარია თქვენთან მოსვლა რომ ესეთი თბილი დახვედრა იცით შემარძანი. გავშევ თქო მივარ ქორწილში. შენი გაგაგებინა ბიჭო. ამას ვინ გააგებინა კი არა ამან გაგვაგებინა ჩვენ ჩემი დეიდაშვილის ქორწილის ამბავს. ვარ ვიცნობ ზუსტად მაგიტომ მოვდივარ ხო უნდა გავიცნო როცა იქნება. აი ბიჭო რა შევი? აუ რა შევი? არაფერი არ მოვა ამით იატაკს რა. ნუ პოლს. პოლზე კი არ ვზრუნავ. ტუფლებზე ვზრუნავ ახალია და ამიდან აუჭირო გავუშვეს ზევიდან. მომიხდე. იგახოთანე მე. შენ ასე ბრანჭები შეცმოდი ხარ ქორწილში? მეც რობერტ ჩემი დეიდაშვილის ქორწილია. მე შენ დედაშვილის ქორწილში შეცმოდი ხარ ხო? რა ბიჭს ვაქორწინებთ? გოგოა ჩვენი გოგო. ახლა უკვე ბიჭი ჩვენია თამუნა. შემოძმო. მოდი იცი რა. მე და თამუნა წავალ ქორწილში. შენ ნუ შეწუხდები დარჩი ძმაო. არა ხარ, არც სიმართლე გითხრა საერთოდ არ მინდოდა მე წამოსვლა, მაგრამ მე ვიფიქრე ხა თამუნას ნათესავები და სიტყვიან გიორგის ნათესავმა არ დაგვაფასაო. აუ შენზე ვზრუნავ ისევ თორე მე რა. მე კაი გოგო გავიცნო ან. ვინ გოგო უნდა გაიცნოს? უჩვენი ნათესავები იქნებიან რობერტ. შენ ნათესავები იქნებიან, ჩემი კი არა. შენ რაღაც საქმე ვაკიო. რა ხდება? საქმე, ანუ სალაპარაკო. ცალკე მაგ რაღაც სალაპარაკო. თამუნა. წერან მესიჯებს რო აგზავნით, ხო გახსოვს? გინდა ნახო? აუ კი რა. ვერ გადავწყვიტე, ეხა ქორწილში საჩუქარი მივიტანო თუ ფული ვაჩუქო. საჩუქარი აჩუქე კაცო, რა ვიცი. ხო არა, ხა საჩუქრის ყიდვას ვერ მოვასწრებ და ფული ხო არ ვაჩუქო ის. მოიცა რა, არაფერს არ აჩუქო. არა, ეხა ხო იცი მე ისე ხელცარიელი ვერ მივარ. კარგი ბიჭო, რა ხელცარიელი ვერ მიხვალ. შენ ხა სტუდენტი ხარ ძმაო. თუ არა რა ქორწილში იმიტომ კი არ გეპატიჟებია რომ საჩუქარი აჩუქო. ან საერთოდ შენ ქორწილში არ გეპატიჟებიან. ახლა სტუდენტი ვარ, კი ვიცი სად ვარ, ახლა მე მაგის საშუალება, მაგრამ ხო იცი რანაირი ვარ, ისე ვერ მივარ, ვერაფრ. საჩუქრისთვის რომ მინდა გიორგი თუ არა, ხო იცი არ შეგაწუხებდი ისე. ეს აქ არის? ამდენი ხანი ვერ შეამჩნია ბიჭო. კი შევამჩნია, მაგრამ არ მეცალა ამისთვის. თოკია, გიხოთონე შენ. ფო! ბული გამისკა, რობერტ შენ ხა. ეს რა კაცი დამახვედრე, დიდო, ჰა? ეს რა არის, ცუდად იყო, ვიტო? როგორ ჩამეძინა, არაფერი არ მახსოვს. პრინციპში კაია, რო ჩამეძინა. ეხლა გამოვიძინე, ძალები მოვიკრიბე, ენერგიაც მოვიზღვე და დღეს თელი დღე ძმაო, თქვენ ხელში ვიქნები და თქვენ ფერებაში ვიქნები. ფო! მაინც დაკუჭულია. დავლიო რა, თორე გასკდა ნერვი რა. ეხლავე, დაწყნარდი. ეხლავე მორჩები. ისე მართლა ძალიან სარისკო რამ გამეკეთებინე მანჩო რა. კაი რა, ხო ვიცი ეგ ექიმთან არ მივიდოდა და რაღაც უარესი დაემართებოდა. მართალი ხარ. თან თუ ქსოვილი უკვე ასეთ მდგომარეობაში ქონდა. კი, მართალი ხარ, გეხმები. აი მეც მოვედი. აი რაღაცებიც მოვიტანე. აქ რა ხდება? აი ამ დროს გამახსენდა მამუკას სიტყვები დიმიტრი რაღაცას მიპირებსო და ერთბაშად 1000 საშინელება ვიფიქრე. წარმოვიდგინე გარდა ამისა, რასაც ხედავდი. დიმიტრი მამუკას ფაქტიურად შუაზე ჭრიდა. აქ რა ხდება გამაგებინეთ. დიმიტრი რა უქენი ჩემ ძმას? რა უკნა ჩემ ძმას? ხა დაწნარდი. არა, რა უკნა? დაწნარდი და აგიწი ყველა. დაწნარდი, იცი რა უკნა?
რაც გუშინ დედაშენის სახლში უნდა მექნა ის უქენი. მაგრამ არა, მან ჩომითხრა ცოდუაო, წავიდეთ და თავისივე სახლში უქნათო და უქენი. რას ლაპარაკო? რა? არა, კი მაგინებდა, რაღაცას მიპირებს, მაგრამ ამას იცით უზადე რა. არაფერ შუაში არ არის დიმიტრი. მე მოვიფიქრე ეს ყველაფერი და ვაიძულე რომ ეს გაეკეთებინა. დედა, რა უქენით ჩემს მას? აწყნარდი და ყველაფერს აგიხსნით. კიდევ კარგი რომ დედამ და დიმიტრი მალე ამიხსნეს აწხდებოდა, თორემ გადავირეოდი. წარმოიდგინეთ, უცებ ხედავთ თქვენს ძმას, რის თქვენი მამინაც ვარ. ისე რომ გავიგე რა ხდებოდა, დედას დავეთანხმე. მამუკა კლინიკაში თავისი ფეხით არ მივიდოდა, ასე რომ ჯობდა კლინიკა მიყო მამუკა. ხოდა ესე იყო მოკლედ შვილოზურა ყველაფერი. ჯერ ცოტა დასაძინებელი წამალი გაუკეთეთ და მერე ოპერაცია. რა თქინდოდათ, რა თქინდოდათ, მემსი დაგენახებინათ უბრალოდ და თავისი წავიდოდა გული. ხო, ეხლა ყველაფერი გავიგე. კარგად იქნება, კარგად იქნება, ძალიან კარგი. ტიტო. მალე მოვა აზრზე. კი, მალე მოვა აზრზე, მალე. მოიცა, ეხლა ფაქტიურად ნარკოზშია, ხო? ნარკოზშია, კი. რა მაგარია. არაფერი არ ესმის. არაფერი არ ესმის, ხო? რას მაგვიძებდი? ყოველდღიურად რას მაგვიძებდი? არა, რას მაგვიძებდი? რას მაგვიძებდი? გავაგონებე თავი. აბა ეს ისო. გავაგონებე. ეს როცა ადამიანი ნარკოზიდან გამოდის, სტრესული მდგომარეობები ახსენდება და ბოდავს. ესე იგი ომი ახსენდება საწელს. გავაგონებე თავი. წაზე აქედან ხელი არ დააგავს. კიდე ცუდად გახდა. როგორ დათვრა ესე რა? თუ არ შეეძლო რა სვამდა? როგორ მეწყინა რომ ვერ მოდის? როგორ უნდა და ჩვენთან ერთად წამოსვლა, ჩემთან ერთად გეიფი, აფსუს. არა უშავს, დიდო, არა უშავს. სულ აღარა ვარ. ვიკეიფებ მეც, არა? იგი ხო. ისე დათვრა რომ საწოლშიც ვერ გადავაწვინე, მაგრამ წავედით ახლა ჩვენ რა ვქნათ? გვეჩქარება, წავედით. მოიცა, წავედით კი წავედით, მაგრამ რომ მივალ, რა უთხრა, თამადა სად არისო? უთხრათ და დაგაგვიანდა თქვენ მოსვლა და თამადა მიქეიფებო და დიმიტრი, შენთან ლაპარაკი მეჯერ არ დამითავრებია. კაი, გეყოფა ახლა. ვერ ხვდები რომ ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე? რა გავაკეთე ჩემთვის რა? ეს სისულელე გააკეთე ჩემთვის. ხელი აღარ მემორჩილება, რა ვქნა ახლა ნაცეში რომ მივარ. სალომე მაინც როგორ მივცე? მე ვიცი მამუკა, მე ვიცი. აი ესე ხელი აიქნე და თავი გაარტყე. აჰა, თანადვილია. შესამოთხარეს ახლა ხო? მამუკაშენ. მოკლედ, მამუკა მინდა გითხრა რომ გასაწმენდი იყო ეგ ჭრილობა და გაგიწმინდეთ. გავწმინდეთ დედა, მეტი არაფერი. დიმიტრი, მე შენთან საღამოობით მოვდივარ და კვილებს გიწმენთ. კარგი რა მამუკა რა, რა გჭირს რა, რა სატეხი ამ ხელა ამბავი. ხო წუწუნებდი მტკივაო, წიწკნისო, ეხლა ხო კარგია. ნერო, წიწკნიდა, იქნებ მომწონდა. არ მომწონდა, მაგრამ იქნებ მომწონდა, დაიცოდა. კიდევ ვცდილობ ბოდიში მოგიხადო. დამიჯერე ეს მხოლოდ შენი ჯანმრთელობისთვის გაკეთდა. კარგი, აღარ არის ამდენი ახსნა საჭირო. მივხვდი ყველაფერს უკვე ესე. რა კარგი ბიჭი ხარ, დედა, რა კარგი ბიჭი ხარ. დიდი მადლობა. ალბათ მიეჩვიეთ უკვე რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად თითქმის არასოდეს მთავრდება. არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. თამუნა. იმ დღეს არც გიორგის ამბავი დამთავრებულა კარგად. მასთან სახლში სრულიად მოულოდნელად მაიკო აღმოჩნდა. გიო. დიახ. კი. დიახ. აუცილებლად. გასაგებია. მადლობა. რა იყო დედა? რადგან მალე ამერიკელებთან ერთად წვნები დაგვიწყება. ოი მართლა. რა კარგია დედა, რა კარგია. დედა, ეგ კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ჩემი ხელი რომ მემორჩილებოდეს და წვნებში მონაწილეობის მიღება რომ შემეძლოს. ახლა იმედი აღწევით რომ ზოგ-ზოგ ერთების გამო ასეთ რამეზე უარის თქვენ მიწევს. მამუკა. თამადას მოусმინოთ, თამადას. მეგობრებო, მართალია ხინის სუფრა, მაგრამ მე მინდა აჭიშვილების საფუძვლო შესვა. გიორგის სასაყვან სუფრაზე ღირსეულმა შემსულალმა ითამადა. როგორც ამბობენ, ყველა დაათრო და თვითონ არაფერი ეტყობოდა ნასვამის.
ეხლა ნახეთ ჩემ ადამ რა იცეკოს. ბოლოს იყო თამუნა, რომელმაც როგორც იქნა ნანატრის სოლო შეასრულა, მაგრამ